სქემა რა არის? ძალიან მარტივად რო ავხსნათ, აი წარმოიდგინეთ კომპიუტერში ფოლდერები რო გვაქვს, სადაც ინფორმაციას ვალაგებთ ხო და ვიცით რომ მაგალითად საკითხის შესახებ ინფორმაცია ამ ფოლდერში გვაქვს მოთავსებული, აი უჯრასავით. მსგავსად გვაქვს ჩვენ თავის ტვინშიც, ანუ გვაქვს რაღაც კონკრეტული ფოლდერები, სადაც ვინახავთ აი ამ სახის ინფორმაციას, ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე აი პირობითად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სქემა, ფოლდერი შექმნილი. რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მე ვიგებ, თუ ეს ინფორმაცია აი ამ ჩემ ფოლდერში არსებული ინფორმაციის მსგავსია, მას აუცილებლად ყურადღებას მივაქცევ, მივალ, შევხედავ, აღვიქვამ, დავიმახსოვრებ და ამას მარტივად დავიჯერებ. მარტივად დავიჯერებ, რატო? იმიტომ რომ ესეც ადამიანის ჩვეულებრივი მახასიათებელია, რომ ცხოვრება იმდენად რთულია და იმდენ რაღაცაზე გვიწევს დღის განმავლობაში ფიქრი, რომ სადაც შეგვიძლია მარტივად მივიღოთ გადაწყვეტილება, იქ ზედათ მარტივად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას.